მე ვფიქრობ, რომ ჩვენი კულტურულ სულიერი იდენტობის გადასარჩენად აუცილებლად უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა ერთმორწმუნე რუსეთთან. Ამას გვასწავლის ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, ჩვენი დიდი წარსულის გამოცდილება იმ კაცრი ომებისა, რომელიც საქართველოს გადაიტანა. ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს მაჰმადიანური სახელმწიფოების გარემოცვაში, რომ დაგვავიწყდება გასული საუკუნეების ის დიდი გენოციდები, რომელსაც ეს მაჰმადიანური სახელმწიფოები ახორციელებდნენ ქართველი ერის წინააღმდეგ და რომ არა რუსეთი დღეს ფიზიკური არსებობა ქართველი ერისა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა. ამასთან უნდა ვთქვათ, რომ ორ მართლმადიდებელ ერს აერთიანებს შემდეგი სიწმინდეებიც. ამ ქვეყანაზე არის 4 ღვთისმშობლის წილხვედრი ადგილი. ეს არის ათონის მთა, ეს არის საქართველო, ეს არის დევეევოს მონასტერი და კიევი-პეჩორსკი ლავრა. აი ეს დიდი 4 წერტილი, რომელიც ქმნის ჯვარს, აუცილებელია ჩვენი ქვეყნების გადარჩენისათვის, როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. ღმერთმა ქმნას, რომ საქართველო და რუსეთი ისევ გვერდი-გვერდ იდგნენ კაცობრიობის მომავლის გადასარჩენად.